ძმებ უსუფაშვილების ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შესძრა. ლევანი და რევაზი სოფელ ბადიაურიდან თბილისში ჩავიდნენ მეგობრის დაბადების დღის აღსანიშნავად. ქუჩაში ძმებს მანქანა დაეჯახათ. 29 წლის რევაზი ადგილზე გარდაიცვალა. ლევანი კი 21 დღე კომაში იყო. როდესაც გონს მოვიდა, მაშინვე თავისი ძმა იკითხა. საბრალობის არ ეუბნებოდნენ, რომ რევაზი გარდაიცვალა. ტელეფონსაც მიმალავდნენ, მეუბნებოდნენ, რომ არ შეიძლება აქო და მე სტორი ვნახე, ახლობის ქონდა დაკომენტარებული ფოტოზე. ლევანი პარალიზებული გახდა. არადა ოჯახი ახალი შექმნილი ჰქონდა. რომ არა ისაუბედით იდღე, ის ახლა უკვე მამა იქნებოდა. თუმცა ნამდვილ სიყვარულს ვერაფერი დააკლო მეუღლის ინვალიდობა. 22 წლისა ლიონა 24 საათის განმავლობაში გვერდიდან არ შორდება მეუღლეს. უფულობის გამო ლევანს რეაბილიტაციის კურსი შეუწყდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბიჭი განწირულია. რეაბილიტაციას ვერ გავდივარ ფინანსების არ ქონის გამო, ზოგჯერ წამლებს ვერ ვყიდულობ, 3000 ლარი მაინც უნდა კონდეს რა. უსუფაშვილების სახლში ფანჯრებიც კი გადახილია. ახლა რასაც კადრში ხედავთ, ამას არ ქვია მხოლოდ სიღარიბე. ეს გაცილებით უარესია. ბრძოლა არსებობისთვის, ბრძოლა სუნთქვისთვის, ბრძოლა გადარჩენისთვის. რეაბილიტაციის გაგზერება ეს არის რეალური შანსი, რომ ამ ღვთისმიერმა ბიჭმა ფეხზე გავლა ისევ შეძლოს, მამა გახდეს და დაღუპული ძმის 5 წლის გოგონასაც გაუძიოს მამობა. მეგობრებო, ლევანს ერიდება თქვენთვის დახმარების თხოვნა, მაგრამ შეხედეთ მის თვალებს, ისინი ხო ყველა სათქმელზე დიდ სათქმელს ამბობენ. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.